YouTube-ს გაუმარჯოს ჩვენს მაყურებლებს. კაი ხანია უკვე მივიწყებული ქონდა ასეთი ვიდეოები, იმიტომ რომ ნადირობის სეზონი არის და ეს ახლა უკვე ამ ნადირობის სეზონის მიწურულს გადავწყვეტეთ გამოვიდეთ ესეთი საინტერესო მოდელი ჩაგვივარდა ხელში და ამას პატარა განვიხილავთ, გავისვრით, ერთი-ორ სიტყვას ვიტყვით. ირაკლი დაგვეხმარება, ჩვენი ძმა და მეგობარი. ვიცოდი რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა. გაუმარჯოს ირაკლი. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით YouTube-ს, მოგესალმებით ყველა ჩვენ გულშემატკივარ მაყურებელს და მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოვა, იმიტომ რომ ხშირი არ არის ხოლმე ამ კლასის ტოპების განხილვა YouTube სივრცეში და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის იქნება საინტერესო, ინფორმაციული და სიამოვნების მომგვრელი ეს ვიდეო. მოკლედ დღეს დაგეგმილი გვაქვს ბენელი 828-ს განხილვა. ერთი წამით ირაკლი უცებ ვიტყვი, აგერ იქით ჩვენი სამიზნეა დაყენებული, გადავზომეთ 35 აგერ. ეს ქვადებს 35 მეტრზე და 40 მეტრი აი საგური. წინასწარ გადაზომილია მანძილმზომით. თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ შევამოწმოთ, იქ სამიზნე მოწყობილია, სამიზნესთან ცალკე კამერა დგას. დღეს გვექნება ბენელი U828 მოდელის განხილვა. მაგრამ ირაკლიც მზად არის. ხო იცი ირაკლი რაც უნდა ილაპარაკო, ხო მზად ახარ? ადგილგა წამოღებული, მაგრამ ჩავიჭყიდები ხოლმე შეგეს და. ხო მზად ახარ? კი ბატონო, მე მზად ვარ. მზად ვარ. მამაო ჩვენოსავით ვიცი. დავიწყო ელიზბარ. მიდი სანდრო, მიდი. საუბარი მაინც შეგვჭირს. შეუბეროთ მაშინ. მოკლედ განხილვა გვაქვს დღეს ბენელი 828U მოდელი. იქ განხილვას მოგესალმებით, რომ ბენელი ზოგადად არის იტალიური ფირმა და ძირითადად აწარმოებს გლუვლიან ნახევარად ავტომატურს და იგივე ხრახნილულიან მოკლე კარაბინებსა და ვინტოკებს აწარმოებს ეს წარმოებელი. მაღალი კლასის იარაღზე აქვს ხოლმე ხშირად გამოხილებული ყურადღება, თუმცა საშუალო და ბიუჯეტური იარაღსაც ბოლომდე აწარმოებს. ეს მოდელი 828 არის გამონაკლისი. პირველი ბენელის ისტორიაში გადასახსნელი გადასატეხი თოფი მოდელი არის ბენელის მიერ წარმოებული. ეს მოგზადოთ ეს მოდელი 828U. მოიცა აქამდე არ ქონიათ გადასახსნელი თოფები ბენელის არ ქონია აქამდე. ეს არის პირველი გადასახსნელი თოფი და მეორეც იყო უკვე. პირველი მოდელია, სხვა არ ქონია. ხო და ამის მერე აღარა აქვს მეტ. არა, ეს მოდელია და всё ჯერჯერობით არ დაუანონსებიათ რომ კიდევ გავაკეთეთ რაღაცა, მაგრამ ბენელიმ ამ მოდელის წარმოებით ახალი სიტყვა შემოიტანა ზოგადად გადასახსნელ ორლულიან გლუვლიან სანადირო თოფების წარმოდგენაში, ასე ვთქვათ. შეცვალა ყველაფერი, შეიცვალა ის ტრადიციული ჩამოკეტის სისტემა, რულების მიერთების სისტემა, იგივე კალაპოტი შეხედულებით განსხვავებულია. ბოქსლოკია, მაგრამ ერთ მონოლიტურ სივრცეშია მოთავსებული. ეს ცოტა დაბლაჯობია. ყველაფერი. ეს ნახე გადახსნილი რა ლამაზად აქვს. ესეთი ერგონომიულია, ძალიან ლამაზად არის. ეს სანამშეების ფარი, იგაცდებული ფარი. მოგახსენებათ, რომ თვითონ კორპუსი ნობის არის სუბუქი შენადნობი, ერგალია, მაგრამ ჩანართები აქვს ფოლადის, სადაც ძალა ადგება, მაგალითად, სანამშე ფარი ფოლადია. შარნირები როდესაც სრულად მოძრაობს, მაღალი ლეგირებული მეტალისგან არის დამზადებული. აქვე არის დამღები, რომლებიც მიანიშნებს, რომ იტალიაში ნაწარმოები თოფი და არის 2021 წლის მოდელი. ჩაკეტვის სისტემა მე მოგაგონებთ ალბათ, ვისაც ბერეტები გაქვთ. ბერეტას ჩაკეტვის სისტემას. თოფი არის ელექტრონული. ანუ შერჩევითობის საშუალება გვაქვს, რომელმა ლულამ გაისროლოს პირველმა დავქვევით და მზევით. ანუ რაც ერთ სასხლეტიანისთვისაა, ხო? დამახასიათებელი. ეს სასხლეტიანი მოდელია და ეს ახლა 828U გვიჭირავს ხელში, მაგრამ ამას მოდიფიკაცია აქვს ამ თოფს. ეს არის სპორტული მოდელებიც იყო 828 სპორტი, თეთრი კალაპოტით და ეს შავი კალაპოტიანი ლულების სიგრძეს ვოლიერებს არის 66 სანტიმეტრიანი, 71 სანტიმეტრიანი ლულით და მე მგონი ცოტა გრძელი ლულებითაც არის სადღაც ვნახე და მე მგონი
სწორად მახსოვს რა. რაც შეეხება რულების ბლოკს. ამოდი რულების ბლოკსაც ვილაპარაკოთ დაშინ მდგომარეობაშიც იარაღი და მე შუა თამას არ აქვს. ლულები დამოუკიდებლად არის ერთმანეთისგან. შეერთებულია წინა მუხტით და უკან და დააკვირდნენ დავით აი ამ ნაწილს როგორი ვიწროა. ანუ ლულები თითქოს თითქმის კი არა ზუსტად 1/2 წეზის. ანუ არანაირი სხვა სივრცე ამათ შორის არ არსებობს. ეს საშუალებას იძლევა რომ კალაპოტში ლულების ბლოკი კალაპოტში მაქსიმალურად ღრმად ჩაიძიროს. დები მოწავიდეს ქვეშ და ანუ ზევით აღარ იყოს დამიზნების დროს მაქსიმალურად კომფორტი რომ რა პლუსია ეგ? დაბალი გამოდის კალაპოტი და დამიზნების დროს ძალიან კომფორტული ანუ თავის აწევა და რაღაც მორგება აღარ ასაჭირო. სამიზნე თამას არის კარბონი ამ შემთხვევაში. რაც ამსუბუქებს ამ ყველაფერს. მოგწონს ეს არის გამართლებულია კი გამართლებულია და სხვა შორის. ფაქიზი არ არის? არა ძალიან გამძლეა ეს კარბონი. ეს ამბარები არის ეჟექტორების ამბარები. ეს ეჟექტორების სისტემაა, რომელიც ძალიან ჭკვიანურად არის მოფიქრებული. გასროლილი მასალას აგდებს მარტოზებით. ლულები ანუ ორიდან ერთი რო გაისროლო და მაგ დროს გადახსნა, სავსეს დატოვებს, ცარილს ამოღებს. ლულები აღჭურვილი არის ჰიდროლოგიური მობილ ჩოკური სისტემით. არ არის მობილი გძელებია მე მგონი. მობილ ჩოკი ქვია რომ ზეხსნება რა. მე ვიცი მობილ ჩოკი ზომაა. არა. ეს არის მე მგონი HPO თუ რაღაცა. და ჩაკეტვის სისტემაზე. შარნირი რაზეც მოძრაობს სულა, ეს არის ეს ნაწილი. და ჩაკეტვა აი ამ კბილით მთლიან სიგრძეზე, რომელიც იძირება. მოდი ამას დავდები ახლა და ვნახოთ სად იძირება. რომელიც იძირება აი ამ კანტში ღრიჭოში, აი აქ შიგნით. მოიცადე. ეს როა, დაგვიდი, გაუჭირო. და ნახე როგორ იძირება ჩაკეტვის დროს, რომელიც ზევით. ირაკლი იქნება ეს არის. აკაცვის დროს ლულის ფარს აწვება ეს და ირაკლი მოიცადე განათებას ჩავთ ანთია ისავს ფიშკაცინიდან. რა. რაღაც ასვამბობდით ის განათება ჩავუხდე. ხო აი ჩაკეტი ის ლულას დატოვებული ეს კანტი იძირება აი ამ ადგილას უყურე ლულა რო აიკეცება ამას აწვება ზევიდან და ნახე რა შეება ზევით უკან ამოდის და ზევით აი ამაში ამ გრიჭოში ჯდება ეს კანტი. ესე კეთავს რა მოკლედ გარდა ამისა ორი შტირია კიდე უყურე ეს გამომჭოლი რომელიც წინ გამოდის და როგორ მოძრაობს ხედავ? და ისიც ლულებში აი ამაში იკეტება. ანუ საკმაოდ მის ხმამდე რომ საკმაოდ საიმედო ჩაკეტვის სისტემა აქვს. მყარად იკეტება ლულები გეჯაში. კონდახი კაკალია და აღჭურვილია პროგრესივ კომფორტის უკუცემის შემომცირებელი სისტემით, ეს იგივე კიკო სისტემაა, რომელიც მოიცა ირაკლი. რა გვინდა, თავიდან მიწყობს ვაფშე? არა, კაცო, ვაგძელებთ, ის ხო იყო ჩაწერილი და ვაგძელებთ. საიდან ვაგძელებთ? საიდან ვაგძელებთ და ეხლა ხო. ესე იგი, ეხლა ეს ამ კოლოფში არის ტოპის პასპორტი, საცვლელი ჩოკები, სულ 5 ცალი აქვს, ეს არის მე მგონი 7 სანტიმეტრიანები. ეს მობილ ჩოკი არ არის, ეს არის რაღაც გზელი ჩოკები როა 7 სანტიმეტრიანები. მობილ ჩოკი ქვია, როცა ეხსნება ჩოკი, მობილ ჩოკი, ეს არის სხვა რაღაცა ქვია იმას რა მოკლედ რა. არ არის ბიჭო, მობილი არის, მობილი აწერია იმენა ჩოკებს. მობილ ჩოკ არის, ნიშნავს 5 სანტიმეტრიანს. და ესე იგი ტოპის პასპორტი, როგორც ავთქვით, ჩოკები, ეს არის ჩოკის გასაღები, ეს არის თქვი რა არის ესა? განცემ სასხელტი მექანიზმის ამოსავები. ღილაკის შესაძლებელი. და კონდახის აინახეთ აქ დახრა შეიძლება, სროლელზე მორგება. მე რამდენადაც ვიცი თუ სწორად მახსოვს ამ მოდელს აქვს ერთი 40 შემოbrunებელს ესენი მოსახლელი. ხო, ერთი 50 პოზიციამდე შეიძლება რაღაცა სახეცვლილება მიიღოს ამ კონდახმა. ავაწყოთ ახლა და ჯერ 40 მეტრიდან ვესროლოთ 4 ნომრები ყველა ჩოკით. ეხლა არის ფიქჩოკები და არის მობილ ჩოკები. ფიქჩოკები არის რომელიც ზედაყანია და მობილ ჩოკები რომელიც ეხსნება. ანუ მობილურებია. მოხსნი და აყენებ. მაგას გეუბნებოდზე. ერთ სიტყვით, აბა ნახე წინრეები უყენია და დავიწყოთ იმ ნომრიდან. წინრეები უყენია და აგრა უყენია. არის ჩოკი და
0.75-იან შევეძროვებით. ანუ 1 და 2 ხაზიანი. კაი, ავაწყეთ ახლა თოფი და დავწყეთ. გინდა ამათი სრულოთ? მაგით დავიწყოთ, ჩამოვიდეთ ქვევით. 4 ნომრებს რომ მორჩებით, მე 5 მეტრით მივიწიოთ წინ და 7 ნომრები. სრულებით უკიდა მარტო აგერა ბრახმოთ, მაგიდე და წოტი. არა, თოფზე რა გაქვს, აბა კიდე თქვი. დიდი რამეა თქვენი კიდე ასაბარა. ავაწყოთ და მაშინ მე ისე ვთქვათ. ხო შეიძლება აწყობილზეც თქმა. მაგასაც რაღაც იმით უკეთებენ როგორც ვიცი. ყინვაში დებენო ლულებსო თუ 160 გრადუსზე. ყიოლულებია. ყიოლულებია. ეს ყიოლულები უნდა იყოს. მოდი ესე ვქნათ, თან ვესროლოთ და თან გზადაგზა რაც გაგვახსენდება მოვყვეთ. დამსამსახურე მექანიზმი აქვს ბლიც სისტემა. აი აქედან წეხა რომ პოტენციალურმა ზამბარა მოიღო, ზამბარის მსგავსი მოწყობილი რო მოიღო. აქედან ხდება ჩააწოვეთ და დამსამსახურე მექანიზმი ამოდის ზევით. თლიანად. თლიანად ხო ხო. როგორც ნახევარ ავტომატებშია, ხო? ხო, რადგან ამბავია. ფარები არის მოძრავი. გაგიკვირდება მოძრავია და ზამბარებულია. ანუ მოკეცვის დროს, აი როგორ მოძრაობს, უყურეთ. აკეცვის დროს მოძრაობს და მესამე საკეთს გააქტიურებს ქვითა კბილს, აი ამ გრიჭოში რო იქაიგეთოს რა, ქვითა კბილი. აი თეთრი რაც არის, არის მოკლედ საკეთი რა. ნუ მოკლედ იარაღის მოპყრობა ფაქტიურად შეუძლებელია თუ ძალიან არ მოინდომე. არ მოინდომე. იარაღის მორყევაზე თქვი? მორყევა, ხო, მორყევა. ხო, საშუალებას ეძლევა ეჟექტორების გათიშვა, გავთიშოთ, არ გავთიშოთ, ჩვენებაა და ასევე აი როგორ შედის ეჟექტორის გული შინით. ლამაზ დააკვირდი აქ. მიედო, მიებჯინა და თაინახე დაწამოვიდა. პატრიალ და ზევით. შვენიერი. სელექტორი, ვილაპარაკეთ სელექტორზე. ცეცხლი და მცველი და სელექტორი პირველ ლულა, მეორე ლულა. ზედა ქვედა. ამ შემთხვევაში გაისვრის ქვედა ლულას. ამ შემთხვევაში გაისვრის პირველს ზედა ლულას. ხო, პირველი გასროლა. და გავაკეთოთ ახლა გასროლა, თუ რა ვქნათ? კი. კლასიკურად ქვედა ლულას აყენებ პირველს. ხო, რავი, როგორც. რამიშნაობა ჩვენება. არალი. ჩვენება არალი. მოჭდეთ წამით. ხო. კონტეინერო 32 გრამიანები 4 ნომერი. ქეჩი დატანილი. და თუ დატანებია დენთინოდენია ქაროთი. ძალიან კარგად მოხეული თავი აქვს, მინდა გითხრა. ეს რომელიც მოხვიეს ხო? ამის გაეპის ანალოგი რომ აქვს. ბოლოს იმით და ბორტი ჩავაღრმავე. კარგია. ჯერ ერთი ჩადე. თუ იყოს, ხო უნდა მივიდეთ სამიზნეზე. так, აგური არის, წითელი აგური 40 მეტრი აი აქეთ. ხოდა სადღაც 40-დან ვესროლოთ? ხო, 4 ნომრები 40-დან ვესროლოთ. თან ის არის მოდი რაკენ იცი გადართე რომ პირველი ზედა გაისროლოს და პირველი ჩამოვყვეთ იმითი რა ქვია. პირველი ზედაფერში. ხო, ზედა არის ერთი ჭრილი, ანუ სრული ჩოკი. აი, მესროლე. მესროლე. აქცია. ძალიან ძლიერი. მოიცა? აჰა, აი როგორც თქვით. გასროლილი გამოისროლა, გაუსროლელი ჩატოვა. ეს იყო პირველი გასროლა 1 და 0-იანი ჭრილით, 4 ხო სრული ჩოკით, 4 ნომერი 32 გრამი. 40 მეტრში. რა ვიცი, თუ ჩანს აი ასეთი სურათი მივიღეთ. აი ესეთი სურათია მიღებული. ეს კონტეინერში რო ყოფილიყო, უფრო დაჯგუფებული იქნებოდა. ეს არის პირველი ნომერი. ახლა გადავაგრათ ფურცელი უცებ და ვხიოთ ქვედა. ახლა ვაკეთებთ მეორე გასროლას, იგივე ვაზნა 4 ნომერი 32 გრამი, 1-0 და 75-ით. კიდე წაიქცეს. ნამჭი როგორ აქვს შიგნით? დატოვა რამე? ეს იყო მეორე გასროლა 0.75-იანი, ანუ 2 ხაზიანი ჩოკით 4 ნომერი 32 გრამი. ყველა ვაზნა ეს 4 ნომრები არის ერთნაირი. და ამ 4 ნომრებს ვისვრით 40 მეტრზე.
სამიზნე რომ იცოდეთ არის 70-ზე. ნორმალურად გაშალა და გაანაწილა. მესამე გასროლას ახლა ვაკეთებთ 0.5-იანი, ანუ ნახევარი ჩოკით 3 ხაზიდან. იგივე ვაზნა 4 ნომერი 40 მეტრი 32 გრამი. მე მზად ავარ. აღარ წაიქცა. თუ გაშალა და ნაკლები მოხდა. ეს იყო მესამე შედეგი 0.5-იანი, ანუ 3 ხაზიანი ჩოკიდან იგივე მანძილზე. 40 მეტრი 4 ნომერი 32 გრამი. გავაგრძელეთ. ეხლა ვაკეთებთ მეოთხე გასროლას. იგივე 4 ნომერი ქვედა ცილინდრი. არა 0.25. 25-იანი გამარჯობა სოლიჩენი. ეგ იქნება 4 ხაზი, რასაც ვამბობთ. ვა. ამან უკვე წააქცია. სუფთაა? კი. წავედით ვნახოთ. ეს უკვე მეოთხე გასროლის შედეგი 0.25, ანუ 4 ხაზიანით 4 ნომერი 32 გრამი. აქ ნახეთ უკვე შედარებით გაფანტულია და პერიფერიებზეც ნახე ირაკლი როგორ თანაბრადაა გადანაწილებული. ანუ ჩოკი თავის საქმეს აკეთებს. ჩოკები ძალიან კარგი შედეგია. რატომ ნოვესრულო ცილინდრი 4 ნომერი ვერ ხვდები. ვერ გავიგე. ცილინდრიდან რატომ ნოვესრულო პირველი ნომერი 40 ნაბიჯია. არც არაფრად, უბრალოდ ჩოკების მუშაობის ის მინდა, რომ სამიზნეზე გამოჩნდეს. მაგას ისე უფრო ახლო მანძილიდან 20-25 მეტრი მანძილიდან და ეს რას იზავს ახლა? გაუნახეთ. უფრო გაფანტა. ხო. ეხლა ვესვრით ცილინდრით, ანუ 5 ხაზით 4 ნომერს. ეს იყო მეხუთე გასროლა ცილინდრიდან, ანუ 5 ხაზი. იგივე ვაზნა 4 ნომერი 40 მეტრიდან. ეს ახლა იმიტომ ვესროლეთ ცილინდრით ამ ხელა მანძილზე, რომ გამოჩენილიყო ცილინდრის მუშაობა, რომ უფრო მეტად ჩლის და უფრო ნაკლები მარცვალი არის მიტანილი უკვე სამიზნეზე. გავაგრძელეთ. და ხო, აი თავი ახლა ვესვრით 7 ნომერს 26 გრამი ქაღალდის კონტეინერში. ეხლა ამას უკანა თანმიმდევრობით გავყვებით, ჩოკები რო აღარ გავხსნათ, დავამაგროთ. ანუ 5 ჭრილია ცილინდრით. მანდიდან არა, ცოტა წინ რა ირაკლი, ახლოს მოდი 7 ნომერია. თუ გინდა კიდე ვაფშე 30 მეტრზე მივიდეთ. თუ საკმარისია. კაი, მოდი კლასიკურად 35 მეტრზე იყოს. ეხლა როგორც თქვით, ვისვრით 7 ნომერს 26 გრამიანს ქაღალდის კონტეინერში 35 მეტრის მანძილიდან, კლასიკური მანძილით. ისე მე ვარ, შემცირდა და კულტურა ჩავეჭი უბრალოდ. ხო, ეხლა უკანა მიმართულებით, ანუ წეღაროს სრული ჩოკით დავიწყეთ, ეხლა პირიქით ცილინდრით დავიწყეთ და ავალთ სრულ ჩოკზე. ეხლა წესით უნდა ქონდეს ყველაზე დიდი გაშლა. შეგრძნება როგორი ქონდა? ნორმალური. ხმა ქონა ცოტა უფრო დიდი. რატო? სოკოლთა გაკეთებული უეჭველი, სოკოლის. არა. როგორ არა სოკოლის? აბა გახედელულაში. გახედელულაში. სოკოლი ამათ მეუნა, სონის ისეთი არის. შეიძლება. ჩატოვა ცოტა ფიქები. გაუწმინდავთ არა უშავს. ეს იყო 7 ნომრების პირველი გასროლა 26 გრამიანის ცილინდრიდან 5 ხაზით. ეს უკვე 35 მეტრი კლასიკურად, რასაც ეძახიან. შემდეგი გასროლა იქნება, ეგ ცილინდრი არ არის ზედა.
მე ცილინდრი ვესვორთ 4 ჭრილით უნდა ესრულო. შემდეგი გასროლა, იგივე 7 ნომერი 26 გრამი, 35 მეტრიდან უკვე 4 ხაზით. მოდი. მე მზათა ვარ. ეს იყო 7 ნომრიდან მეორე გასროლა 0.25 4 ხაზიანი ჩოკით 26 გრამიანი ვაზნა 35 მეტრი თითქოს უფრო მარცხნივ გაექცა აქ მაგრამ სამიზნეზე უკვე ჩოკის შევიწროებასთან ერთად საგრძნობლად მეტი მარცვალია მოხვედრილი მინდა გითხრათ აბა როგორ მოგწონს შენი ნასროლი როგორი 26 გრამი რა კარგად შლისა რა თანაბრად. მაშინაც მოგეწონა შენ M27-დან. 27 გრამი კაია. წავედით ახლა ვისვრით სამხაზიანით 0.5 შევიწროება. ნახევარი ჩოკი. წააქცია ისევ. წააქცია. ეს არის მესამე შედეგი. ნახევარი ჩოკი სამხაზიანით. 7 ნომერი 26 გრამი. ცოტა მაღლა მოუვიდა ეტყობა სროლა და მაგრამ მაინც საფანტი შედარებით თანაბრადაა განაწილებული და თითქოს უფრო მეტი სიმჭიდროვეა. რაოდენობა უფრო მეტი აქვს მოხვედრის როგორც ჩანს. აგერ ეს პირველი ქვა. რო გითხარით და შადარი. თუ გეზომავს 37 მეტრი. მე ზუსტად ქვასთან დავდგე. აი ქვასთან ვარ ახლა. ეს მანძილი. და ესეც მეორე. ხელი რო გინკანკალებს 1 მეტრი შეიძლება გქონდეს ცდომილება, წეღან ზუსტად გავზომე. აი ესეც. ჯანდა ბაჭის კაცო ამას. აი 40 მეტრი ესეც. ეს თავში უნდა გამეზომა მაგრამ კამერაზე. არა უშავს. შენ ისევ 7 ნომერი. და ორი ჭრილი ახლა მე მგონი ზედაზე აყენია, ხო? ახლა ვესოლოთ ზემოთალულით. რაც უფრო წვრილდება ჩოკი, ეგრევე აყირავებს უკვე სამიზნეს. აი ეს არის მეოთხე გასროლა 0.75-დან 2 ხაზი. 7 ნომერი 26 გრამი, 35 მეტრი. აი ესეც ცოტა ზევით წამოგიღია ირაკლი, ხო არ დაბერდი ამ სროლაში. არა, ყვითელი მარკერი არ ჩანს კარგად კაცო და. მაქვს. წელი დავაყენე რაღაცა. შორიდან ნუ.
ვიღარ ხედავ. არ ჩანს ეს სერად. ო, ეხლა რომელია უკვე? მიხეთ. 6 საკლია 20 წუთი, მალე დაღამდება ალბათ და. აი ერთი გასულა დაგვრჩა კიდე და. ნუ სიმჭიდროვე არის, ცენტრიც კარგად არა, არის. თოფეს ბრალი და ღოზის ბრალი არ არის, მე ვერ ხედავ სამიზნეს ფიზიკურად. კაი, ეხლა გავასწოროთ მაშინ. მაგ წითელი მარკერი შუაში. მე დღეისთვის მე-10 გასროლა იქნება ეხლა. იგივე 7 ნომერი 35 მეტრიდან და სრული ჩოკით. მე ირაკლის თხოვნით ვერ ხედავ კარგად თუ და ახლა უკვე შედარებით. როგორ ის დაუყენე. წითელი თუ გამოჩნდება. მოიცადე. გასროლა? როგორც სიტყვი. გადააყირავა კიდე. აი მაგაზე ცალხე ხარს სავარჯიშო რომ მაგის დაჭერაც ისწავლო. ეს იყო ერთი ჭრილიდან ნასროლი. ესეც ჩვენი მეხუთე გასროლა 1-დან 2 სრული ჩოკიდან. ერთი ხაზი. 7 ნომერი 26 გრამი. 35 მეტრი. ეს სტაფილოსფერი მარკერი ცოტა გვერდზე მომივიდა მიკრობა სიჩქარეში. ირაკლიმ კარგად ვერ ხედავო და კი გადაფარა ეხლა მთელი სამიზნე. ძალიან შედარებით თანაბრად და კარგად არის განაწილებული. მომეწონა მე. ახლა მოусმინოთ მოწვეულ საბჭოს წევრებს, ბატონ ვარდეს, ბატონ ევგენს. ერთად ველაპარაკოთ. ბატონ ერთად, ცალ-ცალკე. კი ბატონო, კეთილი. აი როგორც იქნა მოვრჩით. დღევანდელი სროლა ბენელით დავასრულეთ. ერთი ორი ისე გავისროლე კადრს მიღმა კიდე ძალიან მომეწონა, ძალიან კომფორტულია, აი ეს განსაკუთრებით ეს მაჯაზე რო გიკიდია. ცევიოზე საუბარიც აღარ არის. კარგი მოჭედება აქვს. ხო, კარგი თოფია. მაქსიმალურად დაბალი კალოტკითაა. მაქსიმალურად დადაბლებულია კალაპოტი? კალაპოტი ხო ვიწროა და ეგრეს ძალიან კომფორტულია. აი რას ნიშნავს ეგ მომენტი? აი 27 გახსოვს შენ 27. კი. იჟი. ღერძი რო გაყრდა მე როზე ვითვრა და სამის დონომდის. იმაზე ის არის აწეული მე მგონი თამასა. განიარია, იმიტომ რომ კალაპოტი ხმაღალდა ეს. ამას უფრო განიერი თამასა აქვს მე მგონი. თამასაზე არ გეუნები, კალაპოტზე გეუნები, აი ამაზე, აი ეს უფრო განიერია. ეს სიმაღლე ხო და უფრო კომფორტული ხდება, დაავიწროს, დაადაბლეს და ეს ზოგადად ბერტას ნოუ-ჰაუ იყო. ბერტამ დააწია თავიდან. სამი თამასზე ბუსოდორდის სისტემას შეიქმნა. დაკიდების სისტემა, ანუ ღერძია შნელერებზე გვერდიდან. ხო. და რაღაც კომფორტული და ლამაზი გახდა რა. ხო, ნუ ეს ახლა ეს საერთოდ განსხვავებული სისტემაა, ნუ მოძრავი ფარზე აღარ ვლაპარაკო და მესამე ჩამკეტზე და საერთოდ ვაფშე სხვა სისტემაა, ანუ ასეთი მსგავსი სისტემები, ერთ სერიული თოფები არ გამოუშვია. ნუ ბენელიმ ეს შეძლო და გააკეთა. როგორც გითხარით, ეს სანადირო ვარიანტია და არ კიდე სპორტული ვერსიები იგივე ამ თოფებისა და არის თეთრი კალაპოტით. განსხვავება რაშია? ინტერესებს ვინმეს 10000 დაინწყება ამის თოფების ფასები. არაფერი უბრალოდ თეთრი კალაპოტითაა ის. არა, სპორტულსა და სამონადირეებს. გზელულით არ დახვრეტელულები აქვს წინიდან და ეს ისინი პორტებით ხო აქ რო 6 ნახვრეტი აქვს თუ არ ვსწორებ თუ 7 და ანუ და გზელულები აქვს ხო გზელულებით არ ხოლმე. ისე მე როგორც ვიცი, მაგ სპორტულებს რესურსი უფრო მეტი აქვს ხო იმასთან სანადიროსთან შედარებით. ხო, ნუ რესურსი და მეტი აქვს იძახიან, მაგრამ ნუ ეს სისტემა იგივეა, ხვდები? ეს დანარჩენი უკვე მხარი იგივეა. აი რასაც იძახიან ჭრა ამიტანა რაღაც არა სანადირო თოფი გზელულები ახლა ოდნავ იცი რა როცა ჭრას და მიტანაზეა საუბარი მაშინ გულო ძალიან გზელი უნდა იყო და ისეთი ცოტა სხვაობა თეფში შეიძლება აისახებოდეს და სპორტში შეიძლება უფრო მეტად გამოიყენო თორე რეალურად შედეგს ადაგიდებს ნადირობაში რა მე მაგათად სპორტულით სანადიროთია რო ვერა მოუხერხებელია ჩემთვის ძალიან გზელულები აქვს და ცოტა ბალანსი წინა ხოლმე და აი ახლა ყურე რა მეთქვა აი მე შეჭდება ამებში აყენებენ ხოლმე სიმძიმეებს რა რომელიც აბალანსებს ვიცი ტყვის რაღაცა ოფეთებია და როგორც ვულკანიზაციებზე რო აქვს დისკებზე რო ამაგრებენ რაღაც დაგჭერთ ოზნა რო ცალ მასას ვსრულოთ არა აღარ დაგჭირ ცალკე ამოდის და
ანუ იმის თქმა მინდა რომ ამ თოფზე დამცემი ზამბარები აი ესეთ მოძრაობებს არ აკეთებენ, არა პირდაპირ ორი ზამბარებული ჩაკუჩია, რომელიც პირდაპირ ურტყამს და ეს იძლევა საშუალებას იმას, რომ უფრო სწრაფად ხდება ნემსის რამდენიმე წამით ადრე სწრაფად ხდება ნემსის შეხება პისტონთან, ანუ უფრო სწრაფად ურტყამს. ვიდრე ჩვეულებრივი კლასიკური ესეთი ჩაკუჩები რა. ეს განსხვავება. განსხვავებული კიდე ის არის, რომ აქ ნემსები ცალკეა და დამტყველები ცალკეა. ანუ დამტყველი უკან დგას და ნემსები უტირებულია შიგნით და ისინი ცალკეა განსხვავებული სისტემა. ანუ დამცემსასხელო მექანიზმს რა მოვიღებთ? ჩაკუჩები რჩება დამცემსასხელო მექანიზმზე და ნემსები რჩება კალაპოტში. ნუ მე მინახია ახლა გას მეგობარი უკან და ერთად დავდივართ ხოლმე სანადიროთ და ეს თოფი სერვანში დასადებად არა აქვს ნაყიდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძვირი ღირს და დააქვს სისტემატიურად. ხო, მე რომ მქონდეს მე საუცილებლად ოტარებ. ძალიან კარგი შედეგები აქვს მე რასაც უყურებ. ხო, განსხვავება რაც აქ არ აქვს არებდნენ საყუდე თამასები ისინი არ აქვს. არც ეგაა პრობლემა რომ მოიდომოს დაამაგრებს იყიდება. არ არის პრობლემა არანაირი, რავი. ძალიან მოხდენილი ლამაზი იმდიდრული თოფია და ძალიან ლამაზია. ამ პროგრესივ კომფორტი კიდე იგივე ეკოსისტემაა იქ ჩათვალე. ხო, პროგრესივ კომფორტი ეს უკუცემისის ხო იმაზე. აი ბერტასაც აქ კიკოფი დაახლოებით იგივეა ბენელის სისტემა ეს პროგრესივ კომფორტი რა. შინჩელოგებული ზამბარები და მე მგონი რავი მეტი რაღაც უნდა ვთქვათ ეხლა. არაფერი, ლულები გათვლილია მაგნუმზე 60 თამას როგორც ითხარით არის 8 მმ-იანი და არის კარბონით შესრულებული, შუქია ძალიან გამძლეა. შუქ შემკრები კორა. კორა, შუასამიზნი არა გვაქვს აქ შემთხვევაში და ვენტილირებადი ლულები. ხო, კარგია. ადვილად რომ გაგდიდეს. ზაფხულში არ დაცხება. ეგ იყო რა. ნუ რა ვიცი, აბა ეხლა მალე უკვე რაღაც 10 დღეში სეზონი იხურება. სამაგიეროდ ეს ტესტირების სეზონი გავხსენით მე და ირაკლიმ ასეთი. გამოთვება ახლა შემცირდა მე და ხო. ვერ ვიყავი. შედარებით ჯვირიანი და მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო მოდელით გავხსენით. კი, საინტერესო და იშვიათი მოდელი სხვათა შორის. ნუ მეტი არ არის ჯერ მაგის მეტი არ გამოვიდა. განიხილავ, რაღაცა და მე მინდა გირჩი ესა გიესურო შემოდავით რომ 10000-იანი და ზევით მაღალფასიანი თოფები გაგვეტესტოს ხოლმე. სულ და ჩვენები სხვათა შორის რა. ხო, აი მას ტოვებენ ხოლმე ასე. გაწევს და იმ დღესაც ხანს რომ მოიტანეთ ეს იყო და ჯობია რომ დაუშვათ ეს რა იღირა გეკვა რა. ეგ როგორ იშვება? აი გილა გეკვა მიაწვევი და ჩამოვშვი. ეგ არ ვიცოდი. აბა მე კიდე ერთხელ გააკეთე. აი ასე არ უნდა დარჩეს თოფი რა. აჰა. ზამბარ არის მოკეცილი ამ დროს, ხვდები? ხო, ანუ დაჭიმულია ჩაკუჩები. ჩაკუჩები არა, აი იმის ზამბარა. და აბა ჩვენ ეგ აი ხარ ღილაკი, აი პატარა ღილაკი, აქ შაი პატარა ბურთულოსავით აქ. ხო. ოდო მიაწვევი, ჩააწვევი ქვეშ და ანდოს ზამბარა დაშვებულია უკვე და ეს რამდენი რამე გწოდნია. ეგრეა. ნუ კარგია. კარგი, აბა დღეს ამით დავასრულოთ მაშინ ჩვენი ვიდეო და სეზონი რომ მორჩება, მე კიდე ხო ტყუებსაც ჩამოვასხავთ, კიდე ტყუების როლები გვექნება გასართობათაც ისე რაღაცა ახლის მოძიების კუთხითაც და გასართობათაც და იქნებ ვიშოვთ ის ბალისტიკური გელი რომ უფრო კარგი ვიდეოები გადავიღოთ ხოლმე მე. ჯერჯერობით ეგ რაღაცა ფხნელია და წყალი ესხმება და მე ცომივით ხდება და აი ეგეთი ამბავია. ასე კი ლამაზი კეისი მოხდა. ხო. როწაკუნი მოდა. ბენელია რა. შო, მეტი რაღა ვთქვათ. კოლოფიდან ამოვიღეთ, ავაწყეთ, ვისროლეთ, ზღაპრები მოვყევით. დავშალეთ, ჩავდეთ და მივდივართ სახლში. ნეტა სახლში მიმქონდეს ახლა ეს თოფი. აბა კარგად იყავით. დროებით. რა საოცრად წავიდა.